აქ ერთი მომენტი ის არის, მე ჩემ ახალგაზრდებისთვის მithქვია რა, აი იგივე ახლა რომ ესა წავენ იმას, რა ქვია, პარლამენტს ან რაღაცას დაამტვრევენ სკამებს ან რაღაცას და რატო ამტვრევდა ევროპაში მინდაო და კაცო კინო ამტვრევ ევროპაში თუ გინდა რაღაცა გააკეთე რაც მოგწონს იმ ევროპაში ისეთი დავიწყოთ ეს რაღაცა ნუ ხა იდეალურ ქვეყანას ვერ შექმნი მაგრამ დავიწყოთ რაღაცა საქმის გაკეთება ისა რა ქვია და დავემსგავსოთ რაღაც კარგ რაღაცებში ამ თუ ამე არის და არის ბევრი რამე ხო რაღაც პუნქტუალობას ის უთავე რაღაც ბევრი ისენია რა იმის დაწვით ნუ დაიწყებ ამ ევროპის იმას რა გინა თუ არა თუმცა ეხა ევროპაშიც ბევრი ისტორია ევროპის საშინელებები ხდებოდა 30 წლიანი ომი და 30 წლიანი ომის და ჯერ ერთი დაუბანლობა სუნიანობა არა ნუ ისე აი ვერსალი მიქონდა მაგას შოთა რა აგო ტუალეტი არ იყო საერთოდ გავიგე მაგრამ სხვა რამეს ვიზახი რადიკალონი მაგიტომ მოიგონეს რომ არ დაებანათ ნუ წარმოიდგინე რა როცა ჩვენთან გოგირდის აბანოებში ყოველდღე ხვანჩალები ბევრი რამე შევიდა თქვათ იგივე არაბულიდან ძალიან ბევრი რამე შევიდა თქვათ ხო აღმოსავლეთიდან ბევრი რამე შევიდა მაგრამ მე სხვა რამეს რაღაცები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ნაწილობრივ ჩვენ ევროპული კულტურაში გაზრდილები ვარ ძალიან ბევრი რამეზე ხო ამას ხო ვერ გადავაგდებ კარგი რაც არის ყველაფერი და ოღონდ იმით კი არ დავიწყოთ გრევით აი ეს კომუნისტური იმით დაასნავანი აზაწემ როგორც იყო გასულ დავანგრიოთ რატომ დაანგრიო კაცო გამაგებინე ჩვენ არ დაგვენგრია ეხლა მაგალითად ჩვენ წარმოება რაც შეინარჩუნა მაგალითად იმან რა ქვია ლუკაშენკომ იმაში რა ქვია ბელორუსში ხო? კი და ნუ კაი თუ დავანგრიეთ ძალიან ცუდი ვქენ. ხო, მე მახსოვს რომ ისა თან ამას რა სიხარულით ვანგრევდით ყველა. არა, პირდაპირ იდეოლოგია იყო. ძალით აგვიშენეს რუსებმა ისაო, კაცო. და არ გჭირდებოდაო ჩვენ რა ძალითო ქართველი კაციო იმას ქნეს გააზარმაცესო თუ რაღაცებს. ხო, ნუ საოცარ რაღაცებს ვისმენდით, ხო? ჩვენ დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების წლებში, ხო? და ყველაფერი დავანგრიეთ ჩვენ რაც გქონდა ჩვენი ხელით კი და გავზიდეთ და ეხლა გავანგრიეთ და გავზიდეთ და წარმოგიდგენთ თბილისში იყო რამდენი ქარხანა მაუტკამბოლი კიროვის ქარხანა ვაგონშემკეთებელი თემქა რა ვიცი ინსტრუმენტალური მილიონი რაღაცა და ეხლა არის ქალაქი სადაც უაზროდ დადიან ხალხი ზოგი მარშით და ზოგი მანქანებით და გაუთავებელი საცობებია და არავინ სადმუშაობენ ვერ გაიგებ. ანუ ქალაქი ხო რა არის? ქალაქი არის ძირითადად ქარხნის გარშემო, აი ესე წარმოების გარშემო დასახლებები იქმნება, ხო? ნუ და დიდი ქალაქებში განსაკუთრებით და ჩვენთან აი ეს ბროების მოძრაობა როა გაუდა. ეხა თბილისი მასე არ იყო, მაგრამ რუსთავი ეგრე იყო რა, რომ მეტალურგიურის და იმის გარშემო ქალაქი ერქვა. ბევრი იყო ეგეთი. ბევრი ევროპაში ძალიან ბევრი ეგეთი ქალაქები, სადაც არის მაგალითად შტუტგარტშია მე მგონი, ხო, მერსედესიც რაღაც. არის ეგეთი ისენი და ჩვენ ეს აიღოთ მოვანგრიეთ და ეს ხალხი აბდაუბდა დადის და არც ან რა გააკეთა. ზოგი ვაჭრობს რაღაცა, ზოგი რასაკეთებენ საერთოდ ვერ გაიგებ. მაგის გარდა რა სასოფლის მეურნეობა არ დავანგრიეთ? პლანტაციები არ დავანგრიეთ? ხო და აი ჩაი, მანდარინი, ციტრუსი, ესენი არ დავანგრიეთ? ხო, ანუ წარმოვიდგინე, ყანას მოწყდა ეს კაცი, ჩამოვიდა თბილისში და დადის აქ რა პრიუსით. არა, პრიუსით დადის, ზოგი კიდე მარშებში დადის და NGO ხელფასუხტის დღეში რა ვიცი. არა, პრიუსი იმიტომ ვახსენე, რომ პრიუსებში მანქანებში ძინავთ. ხო, ნუ ხო და ნორმალურია ეს. ნიშ ქალაქში იყვნენ და იტაქსაონ და მანქანებში ჩვენ თვითონ ვქენით ეგ. ახლა მაგას ნუ რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ ვქენით, აბა ვინ ხდა კაცო? ახლა ჩვენ თვითონ ვანგრევდით და გაგქონდათ თან ისეთი რაღაცეები, რაც თავიდან შემოსატანია. ახლა ასჯერ მეტ ფასად რა. რა თქმა უნდა.